მოგესალმებით მონადირეებო. არა მარტო მონადირეებო, ვისაც იარაღი გიყვართ. დღეს თემა იქნება ტრიბორი, თუ რა არის ტრიბორი. იდეა აქედან წამოვიდა, რომ ერთი გამომწერი მეუბნება, რომ ახლობელს აქვს ტრიბორის სრულით, ილდიზი ტრიბორის სრულითო, ისედაც ვიცოდი, რომ ტრიბორის სრულით ილდიზი არ არის და არც ერთი თურქული ჯერჯერობით. იმედია თურქ ილდიზები უკვე იმდონეზე არის დახვეწილი, განსაკუთრებით ორლულიანები. რა ვიცი, მოსამომავლოდ იმედია შემოგთავაზებენ ტრიბორის სრული და ასე გავცელდება. რა არის ტრიბორი? მოკლედ განვიხილავთ. კიდევ მინდა გითხრათ, რომ მე ნამდვილად ექსპერტი არა ვარ და ექსპერტობას არ ვიჩემებ და რაღაცის ახსნა ექსპერტობას და თავის გამოდებას იმათ, რომ ვიღაცაზე მეტი ვიცი, ამას არ ნიშნავს. უბრალოდ მინდა ჯერ ერთი პირველ რიგში პასუხი გავცე კითხვას და მერე კიდე ვინც ბევრს აინტერესებს მსგავსი საკითხი და რავი, რაღაცათი პატარა ცოდნით დავეხმარები, ვისაც სანადირო ლიტერატურა არ წაუკითხია, ან არა აქვს, ან ხელი არ მიუწვდება. ეხლა სოციქსელებში კი არის ინფორმაცია, მაგრამ მაინც სანადირო ლიტერატურაში რაც არის იყო და გადმოცემული, თლათ შეიძლება ვერც მოიპოვო სოციალურ ქსელებში. ხო, კიდევ ვიძახი, რომ არა ვარ ექსპერტობას არ ვიბრალებ, არ მაქვს იმის ამბიცია, მაგრამ თუნდაც იმ ექსპერტებს მუცლიდან არ დახოლიათ, მათაც ასე ვიციან. ცოდნა აქვთ სწორედ სანადირო ლიტერატურიდან ძირითადი. მე მქონდა ძველი წიგნები, სანადირო წიგნები, არც ისე ბევრი მოიპოვებოდა თავის დროზე, მაგრამ შემდეგ სტუდენტობის დროს გეხსოვებათ სალიტერატურო საგამომცემლო ჟურნალები რო გამოდიოდა, ნადირობა და მონადირე გამოწერილი მქონდა და ყოველთვიურად მომდიოდა. ვინახავდი, საკმაოდ მქონდა ზოგი გავაჩუქე, აქედან თითქმის ნახევარი ხანძრი, ოჯახში ხანძარი მოგიხდა და მას მერე განადგურდა, არა დაიწვა, არამედ წყალი დაუვიდა. ეს ჭვარტლიანი წყალით ამ თურმე რაღაც ნივთიერებას ურევენ შიგ წყალში, რომელიც ისე გაყვითლდა, გაიცრიცა, რომ ძალიან ძნელად იკითხება და საბედნიეროდ ნახევარი დაბლითა სართულზე იყო, რომელიც გადარჩა და საბედნიეროდ რაც სადაც ტრიბორი განხილვა არის, გადმოცემულია, ის გადარჩა. იმას ვკითხულობდი სტუდენტობის დროს, მის მერე დროც არ მქონდა და ეხლა კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი და გადმოგცემთ. მოკლედ შეიძლება მოკლედ, რაც დავიმახსოვრე, ადრევე თითქმის დაზეპირებული მქონდა ეს ყველაფერი. გამოვედი ბუნებაში ვარ გამოსული მინდურად. ამ ახლა ყველა ვისაც განსაკუთრებით მონადირეებისთვის ბუნება რას ნიშნავს, ახლა ამაზე აღარ გავმეორდები. მე აქ ნაგულისხმები მაქვს მონადირე და არა მეხორცე, რა თქმა უნდა, ხაზგასმით. ხო, ბევრი რა გაგვიგრძელდეს, ხო, მეორე თემა შემოგთავაზოთ, ბარე რახან ისე აქტუალურია და ყოველ ეტაპ იცვლება ჩემი მხრიდან რაღაცა დავამატო ხოლმე და ჩემი შეხედულებაც გამოვხატო ნადირობის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ალბათ ბოლოში დავიწყოთ ტრიბორი. რა მას შემდეგ რაც პირველად შემოიღეს ლულის ბოლოს შევიწროება, ჩოკი, მეიარაღეები ყოველთვის ცდილობდნენ გასროლის ბალისტიკის შედეგების უკეთ მიღწევას. ეს მიღწევები ოსტატობის პროფესიულ საიდუმლოს წარმოადგენდა და გასროლი საფანტის დაჯგუფება და ჭრა მთლიანად ლულის კეთების ოსტატებზეა და მათ ხელობაზეა დამოკიდებული. საერთოდ ერთი და იგივე ლულა სხვადასხვა საფანტს
სხვადასხვაენაირად ისურის, წვრილს კარგად, სხვილს კი ცუდად, ან კიდევ პირიქითაც არის და ლულები, რომლებიც ერთიანად ყველა წვრილს თუ სხვილსაფანს ერთიანად და შედეგიანად კარგად ისურიან, ეს იმ ძველი ოსტატებიდან მოდის, მათი აღმოჩენებია, ყველა ეს საიდუმლო. და ხო, რაც პლასმასის პიშკონტეინერები შემოიღეს, ბევრი თოფის მიტანა, ადრე არ იყო ხოლმე პიშკონტეინერები, უკვე დამაკმაყოფილებელი გახდა ამ კონტეინერების წყალობით. როგორ კეთდება და კეთდებოდა საუკეთესო ლულა, მაგალითად ინგლისური ლულა სალულე მასალა საიარაღო სახელოსნოდან ქარხნიდან იღებს, მეტალურგიული ქარხნიდან იღებს ნამზადი სახით, ანუ ლულა შავადაა გაბურღული, აქ ჩოკებიც კი გათვალისწინებულია, რომელთა ზომა სრულ ჩოკზე წვრილიც კია რა, წვრილი დიამეტრიც კია. მერე შემდეგ ხდება საიარაღო ქარხანაში ამ შიდა დამუშავება შარნირზე წამოცმული ტყვის პასტით. ეს ხდება უფაქისეზად, ხდება გამოხეხვა და დაყვანა იმ დიამეტრამდე, რამდენი დიამეტრიცაა გათვალისწინებული. ხო, შიდა თუ ჩოკის, სულ ბოლოს ასუფთავებენ სარკის ერბურად, შიდა ლულაც და ლულა უკვე მზადაა. ასევე მნიშვნელოვანია გაარეთა პროფილიც. მეირაღები ჯერ კიდევ დამსკური ჭედვის დროს ლულის ღერძიდან მოხსნის დროს ხდებოდა მცირედი დაზიანება ლულას, ამიტომ ღერძს ოდნავ კონუსური ფორმა მისცეს და შემდეგ ყურადღება მიუქცევიათ, რომ ამ კონუსური ლულიდან ნასრული საფანტი დაჯგუფებას იძლეოდა და ჭრაც უფრო კარგი ჰქონდა და უფრო, რა თქმა უნდა, შორს მიჰქონდა საფანტი და უკვე დაიწყეს ჩოკების უკეთ შესწავლა, დამუშავება. ანუ კონუსური ლულა საფანტს მეტაჩქარებას აძლევდა, სიჩქარეც მეტი ჰქონდა. ასე რომ რა ხდება, ეს როცა საფანტი კონუსურ ლულაში გადის, პიჟი ლულაში უფრო მჭიდროდ ეკვრება. კედლებს უფრო კარგად იკავებს წნევას, არ უშვებს ამის გამო დენთის წნევა იმატებს, საფანტს მეტ აჩქარებას აძლევს, საფანტი უფრო შორს გაიტყორცნება და სიჩქარეს უფრო დიდხანს ინარჩუნებს, რა თქმა უნდა. ლოგიკურია, რომ გაჭრი ძალა ფრინველის ცხოველის სხეულში ღრმად შედის, ძვალს უკეთ აზიანებს. და ასე შემდეგ რა. ასევე უნდა ითქვას, რომ ამას უარყოფითი მხარეც აქვს, საფანტი იწყებს გაფართოებას, როცა ლულაში გადის. ანუ საფანტები ერთმანეთისგან გასროლის დროს ხო განიზრდებიან, ლულას ეკვრიან, იხეხებიან, დეფორმირდებიან. და კონუსში გავლისას და კიდე კონუსში გავლისას კიდე უფრო დეფორმირდებიან, საბოლოოდ რაღაც პროცენტი საფანტისა ძირს ჩამოიყრება, ანუ დეფორმირებული. მანამ სამიზნეს მიაღწევდეს. აქ გაშლის წრეც არათანაბარი გამოდის, ზედმეტად ლულის არხის გაძლიერებაც კონუსში არ შეიძლება. ერთმა მეიარაღემ დააპატენტა იარაღი, ლულა იყო 12 ყალიბისო, რომელიც ვიწროვდებოდა 20 ყალიბამდე. თუ არ ვცდები 1800 წლებში ბოლოს თუ ესე მახსოვს, 12 კალიბრის, ანუ ყალიბის ვაზნებს ისროდა და უძლიერესი მორტყმა ჰქონდა, მაგრამ ლულაში გავლის საფანტის დეფორმირება იმდენად დიდი ყოფილა, რომ წარმოებაში არ ჩაუშვიათ თურმე ეს თოფი. როგორც გამოგონება სხვა ბევრი თოფებისა, რომელიც დღეს ანტიკვარებად მოგვევლინებიან და მონადირეებში, მსროლებში გაუცებებს იწვევენ. მეიარაღები ყოველთვის რაღაცის გამოგონებას და უკეთესის მიღწევას ცდილობდნენ. იმ დროისთვის ყველაზე მიღებული აღმოჩნდა გაბურღვის სქემა, რომელსაც შემდეგ ტრიბორი ეწოდა.
ანუ ასეთი ლულა საფანს დიდ სიმჭიდროვეს და ყველაზე ძლიერ მოხვედრას იძლეოდა, რა არის ტრიბორი, მოკლედ ახსნით შემებურად. ეს არის სამმაგი შევიწროება ლულაში, პირველი არის სავაზნე ნაწილიდან გარდამავალი კონუსი, მერე აქვს თუ არ ვცდები 18 და მერე მოდის გადასვლა 18.4 მილიმეტრი და ბოლოს კონუსი. ეს კონუსი შეიძლება ჩუკამდეც გაგრძელდეს. ხო, ერთგან მაქვს წაკითხული, რომ ეს ქემა რუსმა ინჟინერმა გადასცა ფრანკოტის ფირმას და დააინტერესაო. უნერე ფრანკოტმა, ეგეს თუ არ ვიცი თუ ისმის ღალღის ხმა. წელს ბოლომად ღალღა ეტყობა. დაინტერესა, მერე ფრანკოტმა დაამზადა გამოსცა ტრიბორი. მერე თურმე ისეთი შედეგი ქონია ამ ინჟინრის გაკვირვებაც ცოტა ამირომოპატიეთ ინჟინრის გაკვირვებაც კი გამოუწვევია. ხო, ამ ცოტა იმაზე რომ ამბობ აკოგულვა დამცნის ხოლმე. კოსმო კითხვა. გამოუწვევია, დიდი ხანი უშვებდაო ფრანკოტი ტრიბორთან მეცნიერ. დიდი ხანი უშვებდაო ფრანკოტი ტრიბორთან ლულებიან თოფებს, ტრიბორიან ლულებიან თოფებს. ეს ტრიბორის ლულები ერთიანად კარგად ისვრის წყვილ საფანს. გაჭრის ძალა საუკეთესო აქვს. ჩვენ ვიცით რომ სრული ჩოკიდან და შევიწროებიდან სხვილი საფანტი უფრო ცუდად მიაქვს და უფრო შლის. აი ტრიბორიდან კი კარტეჩი, ანუ ფინდიხიც სრული ჩოკიდან და დიდ სიმჭიდროვეს იძლევა რა. ხო, ტრიბორი ხო რატომღაც დავიწყებას მიეცა და მისი წარმოება დაახლოებით იტალიურმა ფირმა შემდეგ რაც დღეს ფაბარმია, ფაბარმის თოფები შემოდის ძირითადად ფაბარმა და პატარა მიიღო და პატარა ცვლილებები შეუყვანია ლულაში. ფაბარმს ლულიში და დიამეტრი გაზარდა 18.7 და 18.9-მდე. მგონი სწორედ მახსოვს. მაგრამ ამ გაზრდას აქვს უარყოფითი მხარეც რა. ლულის დიამეტრში იპარებოდაო დენთი, ეს პიშკონტეინერი დენს ვერ კეტავდა, გამოდიოდა სუსტი ნასროლი, ლოგიკურია რომ გაზი იპარებოდა. ну გავიდა ხანი და მე რეკონსტრუქტორებმა შემდეგ ლულის ვიწრო არხი აირჩიეს, ანუ 18.3, 18.4 მე მგონი აქაც თუ არ მეშლება. ეს უფრო ციფრები, ეს უფრო საფანტის მკვეთ მოხვედრას იძლეოდაო რა, უკვე კარგად კეტავდა საფანტს, ისა დენტს. ახლა განვიხილოთ ლულის გარეთა ზედაპირი ნიშნულობა აქვს აქ სისქეს და ასე შემდეგ. ლულის გარეთა ზედაპირსაც ყველაზე სქელი სავაზნეა, სადაც ხდება აფეთქება და იქმნება ყველაზე დიდი წნევა. ლულის სიგრძე ერთიანი დიამეტრის არ არის რა. შემდეგ ნენელა თხელდება სავაზნის წინიდან, ну წნევაც ასე ნენელა გასროლის დროს ნენელა იკლებს საფანტის ტყვის წინ წაწევის დროს. ამასთან ერთად ლულის კედელიც თხელდება შესაბამისად და უკვე ჩოკის ადგილებში სქელდება რაღაც უნიშნელოდ რა, რაც ხო აი ყალიბებზე კიდე რაც შეეხება ყალიბებს იძახიან რომ წამიკითხია რომ ინგლისური ტყვის ბურთულებია სპეციალური და იმის რაოდენობით განისაზღვრება ყალიბი. ну არის კიდე თოფები, განსაკუთრებით ძველი თოფები, სადაც შეხვდებით აღნიშნავს რომ ამ თოფებიდან არ შეიძლება ტყვის სროლა. მეც მქონდა ერთი ასეთი ზაურის თოფი, რომლის ჩოკები, სრულ ჩოკებს იმეორებდა და პასპორტში წერა რომ ამ ლულებიდან არ შეიძლებოდა ტყვის სროლა.
არის თოფები მაგალითად 18.8 მმ გაბურღვით, რაც მეტალის ლატუნის ვაზნასთან არის მიახლოებული მისი შიდაგროვის გაბურღვა, რაც მოყავს ვაზნაში მოიღეს, ჯერ კიდევ იხმარებოდა და დღესაც იხმარება მეტალის ვაზნები ნაკლებად, მაგრამ მაინც მეც ვიყენებ რაღაც ძველი ნოსტალგიას მიგვიძევს ბავშვობისას მახსენებს ახალგაზრდულ წლებს, როცა ფეხს ვიდგავდი და ვყალიბდებოდი როგორც მონადირე და ამ დიამეტრის ლულიდან ნაცროლი მოყავს ქელკედლიანი ვაზნა ნორმალურ მოხვედრას მოგცემს, გინდაც რადგან ამ პირის დიამეტრის ლულის არხის შიდა დიამეტრზე გადაფარას მოხდება გაზების გაპარვა, ვერ მოგცემს ნაცროლი გამოიგებს სუსტი. დღეს კი თითქმის ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან არსებობს კონტეინერები პლასმასის, რომელიც ძირი წნევასთან ერთად ლულაში ფართოვდება, გაფართოებული უკვე კეტავს გაზებს. ხო, დამავიწყდა კიდე მე თქვა ტრიბორზე, აქვს ნაკლები დადებითი რა აქვს, ნაკლები უკუცემა, უფრო თანაბარი საფანტის გაშლა განაწილება, მით უმეტ შევიწროებისა, ნაკლები საფანტის დეფორმირება და სწორედ ეს ხდება იმ სამეტაპიანი არხის გაბურღვის შედეგად, რომელსაც გამოიყენებს ტრიბორი. ანუ ლულა უმტკივნეულოდ მოკლე საფეხურებით, ანუ ლულაში ხდება მოკლე საფეხურებით გადაადგილება საფანტის არხიდან არხში და ასე გადაეწყობა საფანტი, აქვს ხო, კიდე რა ვთქვა, ხო, რა პლუსები ტრიბორის ლულას კიდე რა აქვს პლუსები, ნაკლები უკუცემა, უფრო მჭიდრე საფანტის შეკვრა, დაჯგუფება, უკეთესი შორსროლა, ნაკლები ლულის გადახურება, ფოლადის საფანტის უკეთი დამუშავება, კიდე რა. ხო, მინუსები რა შეიძლება ჩაითვალოს ახლა, მინუსებად ზოგჯერ ახლო მანძილში მჭიდროდ მიაქვს საფანტი და აზიანებს, მეტად აზიანებს ნადირი განსაკუთრებით ფრინველს, განსაკუთრებით წყერს, ყველა ვაზნასთან ერთად არ მუშაობს კარგად და არის წარმოებისთვის არის ძვირი ლულა რა, იმიტომ რომ ის დამუშავება და გაბურღვა მეტი შრომადღე, მეტი ენერგია და მეტი დრო სჭირდება. ხო, ახლა გადავიდეთ ორიოდე სიტყვა ვთქვათ, როგორც შეგვიძლია ნადირობის კანონ პროექტზე. ბოლო ცნობებით რეზო ბეჟაშვილის მოусმენდით და მეც ორიოდე სიტყვით ჩემარც ვიტყვი, მოგაწვდით. დიდი სიახლეს ხო აქვე წინა ვიდეოში ვიძახი, რომ ეს მაპატიეთ, მაგრამ ჩემი ბრალიც არ არის 50 ლარიო. ნუ მე ახლა ვიცოდი, ინფორმაცია მქონდა, რომ რაღაც დიდი ალბათობით 50 ლარზე მიდიოდა საუბარი, ანუ გადამფრენზე. მაგრამ მე ვისმენთ ბატონი რეზოსგან, რომ ნუ ეს ბევრი აბრალებს რაღაცა იმას ველური ეროვნულ სააგენტოს და 100-აცა არ არის. ანუ აქ მიდის კიდევ ერთხელ გამმეორდები სამინისტროებს შორის დავა, მე ახლა იმას არ ვიძახი, რომ აუცილებლად 150 ლარი უნდა იყოს თქო რა. ახლა მე იმ დღეს მე და ბაბუც ვლაპარაკობდით და ზუსტად იმ აზრისა ვარ მეც. და იქ აი ჩემ წინ ღალღად შეჯდა ახლა. წელს ეტყო ბევრი ღალღა არის. ახლა წამოვიდა და ეგ 9 წინ ჩამიჯდა. ახლა რო გადავდგა ფეხი ავაფრე. ხო, კარგია, ძალიან კარგი. აი კიდე ამიტომ ღირს რა ბუნებაში გამოსვლა. ხო, და აი მეორე ღალღაც დაჭდა. ღმერთმა ამრავლოს და იმედია
სეზონზე ბრაკები არ გაწყვეტავენ და პირობებიც ისეთი იქნება, რომ ღალღა ბევრი ჩანს რა. ხო, რას ვამბობდი, ჩემი აზრით სწორედ ისეთია რა, ნადირობასთან დაკავშირებით, ისა გადამფრენ და ADB კატეგორიასთან დაკავშირებით, იქ საუბარია, რომ გაერთიანდებაო რა და იქნება ერთიანად, ცალკე სატროფეო და ADB კატეგორია გაერთიანდება და იქნება საერთო, მაგრამ იქ ჩამონათვალია, როგორც გაგვაცნეს, რომ სატროფეოში დათვი ისინი იმაზე, უბრალო და უფულო მონადირეს იქით ჩვენაირი მონადირეების შორს ვართ. მაგრამ ის კურდღელი, ღორი, შველი და ასე შემდეგ, იმაში კიდე ხოხობი, კაკაბი და ასე შემდეგ, იმაში ცალკე კიდე გადახდა გვიწევს ამ მოსაკრებლის ლიცენზიის აღების შემთხვევაშიც კი შემდეგ თუ მოგვინდება იმაზე ნადირობა და აქ ლოგიკურია ეხლა რომ უმეტესობის პროტესტი იქნება ყოველთვის მანამ ჩვენი რაღაც მეტი არ იქნება დაკმაყოფილებული, იმიტომ რომ კიდევ ვიძახი და ამას გავიმეორებ, აქ კანონპროექტის გადახალისება, ჩასწორება უნდა მოხდეს იმ უბრალო მონადირის შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც დღეს საქართველოში ჭირს ცხოვრება, ერთეულებს თუ აქვთ რა, ეს ნურავის გწყინთ რა, ვისაც ფული გაქვთ და კაცურად ეხლა სწორი გამიგეთ რა, დახმარებაც იცით ადამიანისა და შრომითა გაქვთ მოპოვებული და სხვისი დახმარებაც იცით და ხელის გაწოდებაც ყველა იმ ადამიანს გაგიმარჯოს და ჩემ გარშემო ესეთები ბევრი არიან და არ მინდა ეხლა საუბარი ჩემი ჯანმრთელობის, როცა მე ჩემ ჯანმრთელობას პრობლემა მქონდა, მათგან დიდი დახმარებაც და ხელის გაწოდება და ყურადღებაც მივიღე. ხო, ამაზე არ არის საუბარი რა, აქ სხვა საკითხია საუბარი, უბრალო მონადირების დან უნდა მოხდეს გათვალისწინება და გათვლა იმისა თუ რა დღეს საქართველოში როგორი მდგომარეობაა, კარგია სოციალური ისინი, კარგია გასაკებია, კარგია რომ ეს პენსიონერები იქ ყოფილი ძველად რო იყო მონკავშირი, მათი შეყვანაც მოხდება და სადღაც 90%-ია, სადღაც 10-15 ლარამდე გამოდის, ძალიან კაი შეღავათია, მაგრამ აქ ერთი ხარვეზია რა და ყველამ კარგა ვიცით, მოდი რა თვალებს ნუ დავიბრმავებთ, იმიტომ რომ დღეს ცოტა უკუღმადგა ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრი ვიცი და გამიგია და ჩემ გარშემოც ვიცი სოციალური დახმარება, მოდი ამაზე ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს, გადახედეთ თქვენ გარშემო თუ ტყუილს ვლაპარაკობ და ბევრი ვინც უნდა იღებდეს სოციალურ დახმარებას, სწორედ ის არ იღებს და აი ორი ჯიპი რო უყენიათ და კაი სახლები აქვთ, ბევრი არ ვიცი, მაგრამ არიან ადამიანები, რაც მე ვიცი, საკმაოდ ესენი სოციალური დახმარებები აქვს დანიშნული და აღარ მინდა ეხლა რაღაც პოლიტიკური არ გამომივიდეს აქ. ჩვენ პოლიტიკასთან და პოლიტიკური მეებთან ჩარევებთან არ გვინდა რა ეხლა მონადირეებს, მაგრამ რაც გულის ტკივილია, ეს ყოველთვის ვეხები და გამოვხავდათ იმას. ხო და აი ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული, კიდევ ვიძახი, ბევრი თან როგორ არის, იცი, საშუალო ფენად ითვლება მოსახლეობა, რომელსაც თითქოს შესაძლებლობა აქვს, მაგრამ აი საშუალო ფენა უკვე ღარიბი ფენაა რა, უკვე საშუალო ფენა აღარ არის საქართველოში. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ გასაგებია იქ ვაზნებიო, იქ იმას იყიდისო, ხარჯებიო და დამერწმუნეთ რა, ეხლა მოდი ერთ რამეს ვიტყვი რა. ბევრი ვიცი მონადირეები აი იმ დღეს მწერდნენ რა, შავი დენთი რო ადრე იხმარებოდა, იმისი რეცეპტი მეც მქონდა წიგნი და იქაც ეწერა. ადამიანი აი შემეხმიანა ნახშირითო, გოგირდითო, სასუქით და იმითო,
აი ვაკეთებ იმას რა შავი ანუ ადრე შავი დენთი რო იყო ნუ ერთი მონადირე ვიცი რა ჩემ ახალგაზრდობაში კაი მაგარი მონადირე იყო და ისიც აკეთებდა ხოლმე სხვათა შორის მეც მაძლევდა ხოლმე და იმ დენთს თავის გაკეთებულ დენთს აი სკოლის პერიოდში მეც ვისროდი ხოლმე ხო და აი წარმოიდგინეთ ხალხი ამაზეა გადასული აი ადრე რო იყო ხოლმე რაღაცებს რო ქვავდნენ და იმას აშვებოდნენ იმდენად უჭირს ხალხი რომ აი ეგრე რაღაც კალას ტყვიას პოულობენ იმით ადნობენ პიჟების გამოჭრა პრობლემა არ არის ხო მასრები კიდე არ არის პრობლემა ყრია აიღებ ყველა აი ესეც არის გასათვალისწინებელი დამიჯერეთ ზოგი აი ამას დასდევს და იქ ბევრი წერს რომ აი ვაზნა ხო უნდა იყიდო აი რო უჭირს ხალხს აი იმას აკეთებს რა აი რაც მესმის და ხედავ ხო და აღარ მაქვს ლაპარაკი იქ ზოგს ერთი რაიონიდან მეორე რაიონში რო სანადირო წავიდეს იმისი ფუფუნებაც არ აქვს რა ეხლა არ მინდა რაღაცა დრამატულად გამომივიდეს ყველაფერი მაგრამ რაც რეალობა იმას ვიძახი ეხლა ვის მოგწონთ და ვის არ მოგწონთ მე ის რაც რეალობას ხედავ იმიტომ რომ ჩემ გარშემო უბრალო მეტწილი უბრალო მონადირეები არიან ხო და ეს ყველაფერი უნდა იყოს და ნუ ერთ სიტყვით რა იქ ბაბუც ამბობდა და მეც ზუსტად იმას დავეთანხმები რომ უნდა იყოს გათვალისწინებული არა ერთგაერთიანება არამედ A და B კატეგორია უნდა იყოს და A კატეგორია როგორც გადამფრენი უნდა იყოს შედარებით ნაკლები ფასი 50 ან თუნდაც ნაკლები არ ვიცი კი ბატონო აღწარმოებაში გადასატანია და მისახედი აღწარმოება მაგრამ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და აი ვინც ნადირს უნდა ნადირობა იყოს გარკვეული თანხა თუნდაც ისას 50 ლარი იმიტომ რომ მე მაგალითად აი ნადირზე მხოლოდ თუ დავდივარ მტაცებელი მე ისა ნადირზე არ ვნადირობ მე ვარ ფრინველის მონადირე აი ბევრი იწერება განსაკუთრებით დასავლეთიდან ხო ზოგი ხსენადირობს საერთოდ არ უნდა ის რა ქვია კაცო მტაცებლის ისა ლიცენზია და მტაცებელზე ნადირობა იმან რატომ უნდა იხადოს ორივე ერთად ხო და რატომ უნდა იხადოს ისა რატომ უნდა გაუტოლდეს იმას ვინც დღედაღამია გაკრული მინდორ განსაკუთრებით დღეში და იმანაც 150 და მეც 150 სადაც სამართალი ლოგიკა ხო უნდა იყოს ჩადებული ამ ყველაფერში ხო და ამას გამოვაქ რა ეს ნებათაღელო არ ვიცი ვის მოგწონდა ვის არ მოგწონთ გასაგებია ხო აქვე იმასაც ვიტყვი რომ ბევრი იმასაც იძახის რომ აი ეს კანონი არ გვინდა იქ არაერთხელ გავაკეთე კომენტარი და ეს ძალიან ცუდი ნათქვამია დავფიქრეთ ჯერ ეგერთი კანონ პროექტია მიდის მუშაობა არ გვინდა ეს კანონი აბა რა გავაუქმოთ და მე ახალს ვეძიოთ ახალი დავწეროთ ნუ შეგახსენებთ რა საიდან მოდის ეს კანონ პროექტი ეს მოდის წლების უკან როცა მონადირეთა საინიციატივო მუშაობდა თქვენთან ერთად აი ჯგუფებში აქტიური მუშაობა როცა იყო განაეხლა რო არის ესე კი არა აი კომპეტენტური ხალხი თუ ძველებს გეხსოვებათ კომპეტენტური ხალხი რო იკრიბებოდა მონადირე საინიციატივო ჯგუფს ყველაფერი ღიად გამჭვირვალეთ და ისა გამჭვირვალეთ და ნათლად გამოქონდა მონადირეთა ჯგუფებში იქ ხდებოდა თათბირი შეჯერება ცალკე დახურულ სხდომაში მაგრამ ყველაფერი ეს ღია იყო და ეს ყველაფერი არის ნუ და გავიწყდებათ რა ეხლა ახლები ვინც ხართ შემოსული არ გეხსოვებათ ეს ყველაფერი არის სწორედ ის ჩვენი მოთხოვნები იქ დაყენებული რა და რაც მე ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ გადაიბარა და მუშაობს რა და ის მე რაც მოხდა ჩასწორება და გადასწორება რაც ეხლა ჩვენი ნებათაღელვა გამოიწვია ეს კიდე სხვა რამე არის რა ეს არ არის ეხლა ხელაგებით რაღაცას საუბრობთ ხო უნდა დაუფიქრდეთ რა ხო და ეს ყველაფერი იქიდან მოდის ჩვენი მოთხოვნებია დაყენებული არ გვინდა რა სწორედ ის არის წლების უკან გაგვიუქმეს და ამდენი იმაში ვართ აკრძალვებში ვართ მოქცეული ხო ქონდა პრეტენზიები და ისინი რო ყოველდღე გამოხატავდით აკრძალვებში ვართ კაკაბი ჩვენთვის ხელმისაწვდომია ხოხობი ევროპას გავცქერით ბატონო ის არის სწორედ შესული დაიშვება იმ აკრძალვები იხსნება დაიშვება ადგილობრივებზე
ნადირობა ასევე ჩლიქოსანი ისინი ხო მაგრამ აი რა გასული ხო ასევე მტაცებელზე ესე რომ გამრავლდა გამარტივებული იქნება კიდე თავიდან იყო თითოეულზე ჯილდო მე რავი მოხსნეს ეს ჯილდო ეხლა ვიგებთ რომ გარკვეულ რაოდენობაზე ისევ იქნება ჯილდო ნუ ეს კიდე გასარკვევია და მე თქვი კიდევაც ჩემი სათქმელი რომ ჯილდოს გარეშე მტაცებელს ისე ვერ იმას ავქნით კი არ გავანადგურებთ შევამცირებთ უпроსტად ვერ შევამცირებთ თუ ჯილდო და წახალისება არ იქნება მე მგონი და ამას დამიდასტურებთ ხო და ის ყველაფერი ისია უბრალოდ ის რაც არ მოგწონს და ნებათა ღელვა გამოიწვია ის იყო ძირითადად ფასები და ნუ იქ ტერიტორიები და სხვა რაღაცა საკითხებია რაც მე გასული წლის 1 მარტს ნუ რაც მოხდა შეთანხმება ძირითადად ჩვენს აკმაყოფილებდა და მალე უნდა გასულიყო ნუ მე გადაიდო და ნუ სამინისტროებს წავიდა რაღაცა თურმე დავა რაღაცა და ნუ მათ ეს არ აწყობთ და რაღაცა შეცვალეს რაც ჩვენ არ გვაწყობს აი აქ არის დავა თორე ის რომ კანონი არ გვინდა და გავაუქმოთ ეს არის სრული ისა რა კოლაფსი რა იმიტომ რომ მე უმეტესობა ჩასაფრებულია ბრაკონიერი უმეტესობა რომ უხარია ყოველი ამ კანონ პროექტის უკან წასვლა ან შეფერხება მათ სიხარულს იწვევს რა ხო და ამას ნუ დაუშვებთ ჩვენი ძახილით ხო რავი მოკლედ მინდოდა გძლად გამომივიდა რა მაპატიეთ რა ხო და უნდა აქ ჩვენ მარტო Facebook-ზე არ კმარა შეკრებებია საჭირო კიდე დამატებით თუ ორგანიზაცია გაკეთდება რაღაცა ბეჟაშვილმაც თქვა ხო და რაღაცა ჩვენი ყურადღება უნდა ამ ყველაფერს ხარჯი დგომა ერთობა უნდა რომ არ მიიღონის რაც მათ აწყობთ რა მე მგონი გამიგებთ და არა კანონის გაუქმება კანონი გაუქმდება და ბრაკონიერებსაც ეგუნდათ და წელს სეზონზე არ გავედი იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაც ხდებოდა რა და ვინც გავიდა კი გახვედით ზეთ სეზონზე კი ნახეთ რა ესეთი ჩავარდნილი სეზონი რა ყოფილა ყველგან მანუ კი იდგა აი ეს გინდათ და გაგრძელდება რა ნუ მოკლედ დაგემშვიდობებით და იმედია ნუ ეს ყველაფერი ადვილი მისაღწევი არ არის და იმედია ეხლა ნათქვამი იყო რომ მე ადრეც გითხარით რომ ჯერ ეს არ მოხდება იმიტომ რომ არ კიდე ბევრი რამე გამოჩნდა დავარო წავიდა მონადირე ისა სამინისტროებში ჩასასწორებელი და იმედია წელს ვერა მაგრამ არ მომავალ წელს რაღაცა დაიწყება რა იმიტომ რომ საერგერო სამსახურიც ასე ვთქვათ ამოსაკუქია რა თუ არა ეგ არ გამოვა ну დაგემშვიდობებით და რავი მომავალ ვიდეომდე რა მე მგონი თავი არ შეგაწყინეთ